მოგესალმებით და მოკლედ გაგაცნობთ დღის მთავარ მოვლენებს. 4 ადამიანი ემსხვერპლა ავტოავარიას ზუგდიდში შემთხვევა სამხარეო პოლიციის შენობის წინ რამდენიმე საათის წინ მოხდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი, კია მოტორსის მარკის ავტომანქანას და ასევე ქვეითად მოსიარულე შეეჯახა. ადგილზევე გარდაიცვალა 4 ადამიანი, ორის მდგომარეობა კი მძიმეა. გარდაცვლილთაგან 3 და-ძმა, 1 კი მათი ახლონათესავია. საქმეს ზუგდიდის პოლიცია ეძიებს. მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი შევეწყარეს სარგებლობაზე, ესე იგი ავტოსაგზაო შემთხვევა შედეგად დაიღუპა 3 ახალგაზრდა ადგილზე დაღუპული. გადაყვანილი არიან ზუგდიდის პრეფექტურაში. მისვლისას ნახენ, რომ იყო ძალიან დიდი ავტოავარიის შემთხვევა. ორი გარდაცვლილი გადმოასვენა, 2 დაზარალებული ცოცხალი, მძიმე მდგომარეობაში, ტრავმული შოკით. სამხედრო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს მეგის ქარდავას კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით გამოძიება გალის რაიონში მცხოვრები მოქალაქის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სავარაუდოდ სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნებმა ჩაიდინეს. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ამ ბრალდებით ბრალი წარადგინა სამხედრო პოლიციის 6 მაღალჩინოსანს, რომელთაც საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გირაო შეუფარდა, თანხის გადახდის ვადად კი 15 დღე განისაზღვრა. მეგის ქარდავა, თორნიკე გუნავა, ალექსანდრე კუჭუაშვილი, მერაბ მეტრეველი, მამუკა წურწუმია, გიორგი სამუშია, ოხტა კოდუა და სხვები ხელბორცილების საწევრის სახელურზე მიბმულ გულშეს სცემდნენ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და აიძულებდნენ ეღიარებინა რუსების დავალებით ფულის სანაცვლოდ ზუგდიდში ბომბის გადმოტანა და შპიონაჟი იმ პირების გადანაშაულება, რომლებსაც თავად დაუსახელებდნენ. ამ ეტაპზე მოხდა ისე, რომ მარტო განცხადებით არ შემოიფარგლენ და უკვე ბრალიც წაუყენეს ბატონ მეგის, გავეცანი ამ ბრალდებას და ასევე გადმომეცა მასალები და მისი შინაარსი და გარემოებიდან გათვალისწინებით ვინაიდან ვერ გავეცანი, განცხადებას გავაკეთეთ მოგვიანებით. მთავარი პროკურატურა თავდაცვის უწყების საფინანსო მდგომარეობას სწავლობს. არჩილ კბილაშვილის განცხადებით წინასწარი ინფორმაციით თავდაცვის სამინისტროში ასეულობით მილიონი ლარის დანაკლისია, რაც გამოძიებას საჭიროებს. ამ ეტაპზე ციფრების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც უკვე პასუხისმგებელი პირები გამოიკვეთებიან. საპარლამენტო უმცირესობის წევრები მთავარი პროკურორის განცხადებას ჩასაფრების მაგალითს უწოდებენ. წინასწარი მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ უკვე მოსჩანს რამოდენიმე ასეული მილიონი ლარის დანაკლისი. უბრალოდ ამ ეტაპზე ხდება დაზუსტება სარევიზიო აქტებით ციფრების. მერე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებით უნდა მოხდეს პასუხისმგებელ პირთა გამოკვეთა და როდესაც ეს საკითხი დასრულდება, საზოგადოებას ეცნობება ამის შესახებ. გაირკვევა, მაგრამ საამისოდ სასურველი არის, რომ იგივე თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში ნდობის ჯგუფი არსებობდეს. და იქ კვლევები თუ მოსმენები ხდებოდეს ორმხრივად საქმეზე ორიენტირებულად და არა ისე, როგორც ბატონი სესიაშვილი აკეთებს ხოლმე რაღაც სურათებით რო დადის პრესკონფერენციებს როწევს. გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს, ძირითადად თავად ჩვენი თავდაცვის სამინისტროს ინსპექციის ან სამხედრო პოლიციის ხელშეწყობით მიმდინარეობს. ჩვენ ერთობლივი ჯგუფები გვაქვს ჩამოყალიბებული. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებებზე, მე როგორც თავდაცვის მინისტრი ვერანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა მთავარ პროკურატურაში ირაკლი ოქრუაშვილი. ის არ აკონკრეტებს რა მიზნით იმყოფებოდა უწყებაში. ჟურნალისტების კითხვას დაიკითხა თუ არა ის ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, ოქრუაშვილმა კონკრეტული პასუხი არ გასცა. 2004 წელს ბუტა რობაქიძის მკვლელობისას ირაკლი ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. სხვადასხვა საქმესთან. სავარაუდოდ ორშაბათს გახდება ცნობილი ვენეციის კომისიის დასკვნა. დოკუმენტი მომავალ კვირას ქართულ მხარეს გადმოეგზავნება. შეფასება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც დაიდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ინფორმაციით კომისიამ საერთო სასამართლოების კანონპროექტი მთლიანობაში დადებითად შეაფასა. საპარლამენტო უმცირესობა კი უმრავლესობის კმაყოფილებას გადაჭარბებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ ვენეციის კომისიამ მათი ძირითადი შენიშვნები გაითვალისწინა. დღესვე განცხადება გაავრცელა უზენაესმა სასამართლომ, სადაც საუბარია, რომ მათ მიერ წაყენებული წინადადებები კომისიამ გაიზიარა.
გუშინ 10-0 მოუგეთ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას ვენეციის კომისიაში. ნურს სინახილაშენს დაუჯერებთ და ნურს ნურ არის. თავად წაიკითხეთ და ჩვენი ამოცანები რაც გვინდოდა ამ კანონპროექტით ის მისი მიღწევა შესაძლებელია, ამიტომ ვართ უკიდურესად კმაყოფილები ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებით. თუ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იზიარებენ ჩვენს კმაყოფილებას, ეს მხოლოდ კარგია, ესე იგი ჩვენ ძალიან მალე ამ კანონპროექტს ვაქცევთ კანონად. ვენეციის კომისია ამ რეფორმას აფასებს როგორც ევროპულ სტანდარტებთან მართლმსაჯულების დაახლოებას და ეს არის დამეთანხმებით დადებითი შეფასებები. მე ამ ინფორმაციით გემშვიდობების, თქვენ კი წინ გელით რაგბის სასიამოვნო საღამოს გისურვებთ.